გზიდან და გზიდან. ალექსანდრე დილიდანვე რაღაც პოეტურ ნოტაზე არის. ხო, კარგ განწყობაზე ვარ, იმიტომ რომ მივდივართ ნაკლებად ცნობილ ადგილზე, ჩემთვის ადგილი, რომელიც მხოლოდ ბავშვობას ასოცირდებოდა, რამოდენიმეჯერ ვარ ნამყოფი და ასევე დიდ მისტიკასთან და ძალიან კარგ მინერალურ წყლებთან. სად მივდივართ? ნუნისში. და აი ახლა ვხედავ გადასახვევს, მე ნუნისში არ ვარ ნამყოფი და ყოველთვის აი წლების განმავლობაში აქ გავლისას ყოველთვის ვფიქრობდი, ნეტავ იქ რა ხდება, ნეტავ ხომ არ წავიდე. ნახე, თან მოძრაობაც არ არის და რა მარტივად შემოვედი, არ მეგონა. და როგორ ეგრევე იწყება ცუდი გზა. როგორც კი გადადიხარ მთავარი გზიდან, ეგრევე ცუდი გზა იწყება. ჩუმათელეთიდან გადმოუხვიეთ, მაგრამ არსებობს მეორე გზა, ზესტაფონის მხრიდან ხარაგაულისკენ როცა მიდიხარ, იქ შედარებით უკეთესი გზაა, რადგან გზის ნაწილი არის უკეთეს მდგომარეობაში. ახლა რუკა, რასაც მიჩვენებს, ნუნისამდე არის 29 კილომეტრი და 1 საათსა და 33 წუთში ჩახვალთ. ანუ ნამდვილად ცუდი გზა არის. ოღონ აქ ამ შემთხვევაში რიკოთის გზის ალტერნატივა იყო შე შემთხვევაში, 90-იან წლებში გახსოვთ რომ ზოგჯერ ამისითაც დავდიოდით და გადავდივართ ლიხის ქედს, ანუ ჩვენ ვართ ლიხს აქეთ, გადავართ ლიხს იქ. ლიხის ქედი ყოფს საქართველოს აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილებად. ქედის სიგრძე 102 კილომეტრია და მისი სიმაღლე 900-დან 2470 მეტრამდე მერყეობს. გზად გვხვდება ულამაზესი პატარა სოფლები: ფონა, წიფა, გოლათუბანი. აქ ჯერჯერობით სიმშვიდეა, მაგრამ სულ მალე წლის ბოლოდან აქაურობაც ახმაურდება, რამე თუ მიმდინარეობს გზის სამუშაოები და ეს გზაც დაიტვირთება. სადამდე არის? რაცა გამოიეს ცუდი, იმის ის ცუდი გზა აღარ არის. ასფალტი? ასფალტიც მოდის მოლიცე. მოლითისკენ არის უკვე. გასაგებია. ახლა მოვედით სოფელ ნებუძირში, სადაც მხოლოდ ამ სოფელში კი არა, ზოგადად აქეთ მხარეს ვარ პირველად და განსაკუთრებული ადგილი, ამ ადგილის არის ეს ნებუძირის კოშკი, რომელიც აგებულია მე-17-მე-18 საუკუნეებში. არის ნაგები რიყის ქვით, ძირითადად. შესასვლელი ჰქონდა მე-3 სართულზე და აქედან ხედავთ, რომ უკვე მე-4 სართულამდე შემორჩენილი არის, უბრალოდ მე-4 სართულის გადაფარვა ან სახურავი არის ჩამონგრეული და დრონის კადრებში ალბათ გამოჩნდება როგორი ლამაზი არის შიგნით თავისი ბუნება აქვს შიგნით იმიტომ რომ აქედანვე ჩანს რომ ბევრი ბუჩქი და ხე არის ამოსული. ასეთი კოშკები მე-16-მე-18 საუკუნეებში საქართველოში ბევრი გვხვდება, როგორც დასავლეთ ისე აღმოსავლეთ საქართველოში, მაგრამ ეს არის ძალიან კარგად შემორჩენილი. ანუ მხოლოდ მე-4 სართულს აკლია რაღაც პატარა ნაწილი. ამ რა თქმა უნდა ნებისმიერი კოშკი ძირითადი ფუნქცია ის არის რომ თავდაცვითი ხასიათის არის, მაგრამ ეს კოშკი უფრო არის სათვალთვალო და საინფორმაციო სახის კოშკი, რადგან რასაც უყურებთ აკონტროლებს როგორც ჩხერიმელას ხეობას, ასევე ხეობას, რომელიც ნუნისისკენ შედის, შესაბამისად ეს არის მესხეთის ქედი, რომელიც გადადის ბორჯომში, შესაბამისად ეს იყო საკმაოდ მნიშვნელოვანი გზა. აქედან გამომდინარე მისი ფუნქცია იყო ძალიან მნიშვნელოვანი, მით უმეტეს აქედან სურამამდე პირდაპირით იქნებოდა რამოდენიმე მსგავსი კოშკიც და ასევე გადმოცემის თანახმად მას რა თქმა უნდა რა ჰქონდა? გვირაბი, რომელიც რა თქმა უნდა ჩადიოდა წყალთან, რომელსაც რა თქმა უნდა ჰქონდა კავშირი სხვა კოშკებთან. ეს ასე არის თუ არა, არ ვიცით, მაგრამ ლოგიკურია რომ შეიძლება ასე ყოფილიყო. ალბათ უნდა აღვნიშნოთ ის, რომ არის სავალალო მდგომარეობაში აქ ხედავთ რომ აი
საოცრად არის გახეთქილი უკვე, ძალიან დიდი ბზარია წასული სულ ბოლომდე. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია საქართველოს. გზიდან არის სულ რაღაც 2 კილომეტრი ამოსასვლელი. თანავ ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ამოდის ჩვეულებრივი გზა, ბეტონის გზა, სადაც შეგიძლია ნებისმიერი მანქანით ამოხვიდე ბოლომდე კოშკამდე. და ახლა წავედით ნუნისში. წავედით ნუნისში. დამბარამ პამ პამ. სადღაც აქ უნდა იყოს ზვარეს მინერალური წყალი. აუ, რამდენი შუშაყრია. აუ. არა, მე გამიგია რომ აქ საკმაოდ კარგი მინერალური წყალია. ბაჭო, თქვენ ხართ? გამარჯობა. ძალიან კარგი ირინე. სასიამოვნო, ალეკო. ძალიან სასიამოვნოა. ხო. ნომერი არ მქონდა რომ დაკავშირებოდი. ხო, ძალიან სასიამოვნოა. ხა მივხვდი უბრალოდ რომ ტელევიზიიდან იქ. ხო, ახლა ზვარეთს წყალს ვეძებთ აქ არის აი აქ არის ჭაბო. აი აგე. აჰა, როგორ კარგად შევხვდი. არა ჩვეულებრივად. აბა, ცუდი გზა გვაქვს უბრალოდ ნალი. აი სახე სუნი არის უკვე. კი, კი. აი საიდან ამოდის, სუნი ნახე. იგრძნობა. ნახე საიდან ამოდის. სტარული ჭაბურგილი არის აქ. ჭურჭელი თუ გაქვს აი მაგით უნდა ამოიღოთ ეს ორშიმოს ფუნქცია აა, ნახე ჩაყო შიგნით, ხო? ორშიმოს. ა მეორე არის. აი გახვრეტილი. სად არის გახვრეტილი? ეს ჩაყო, ეს ამოიღოთ. ეცა. ლასპასის ორშიმო. ვა. ჟავიანობა აქვს, ოღონდ ძალიან მაღალი. მაღალი, მე პირიქით ვიცოდი რა. ანუ ბევრი არ უნდა დავლიოთ. ოსინჯეთ. ამ წყალზე ბევრი არ ვიცი, იმიტომ რომ ჩვენთან სხვა წყალი არის ფაქტიურად. ჩვენთან აბაზანის წყლებია. ეს სასმელი წყალია. ანუ ეს არის მინერალური, ეს არის ყოფილი ჭაბურღილი, რომელიც მუშაობდა 70-იანი წლებიდან თუ არ ვცდები 90-იანი წლების ჩათვლით. აქეთ იყო შენობა, სადაც ისხმებოდა ეს წყალი. დღეს დარჩა ეს, რომელსაც ესე ადგილობრივი მოსახლეობა და გამვლელები მოიხმარენ და აქვს სასარგებლო თვისებები, რომელიც კუჭის დაავადებებს უხდება და მჟავიანობას წევს დაბლად. თუმცა ჩამოსხმა და ბრენდირება აღარ ხდება სამწუხაროდ ამ წყლის. აი მშენებლობის, რკინიგზის მშენებლობის გამო დაიკარგა, აქ რამოდენიმე ჭაბურღილი იყო ამის გარდა, მხოლოდ ეს ერთია დღეს დარჩენილი და სასარგებლო თვისებებს დღემდე ინარჩუნებს. მაგრამ პოტენციურად თუ ეს აღდგება, რა ვიცი, ხა თან ნულის თუ პოტენციურად შესაძლებელია სხვა ჭაბურღილების აღდგენა. გასილი, ნატურალურად გაზირებულია. გაცილებით უკეთესია მაცივარში ამას რომ გააცილებ. არა, ეხლა ცივია, ცივი. გული კვერცხის სული. კი, ეგრეა. მე გასინჯე. მე უკვე გავსინჯე. ნახე და აი ამას შეხედე, ნახე გუშტულებს. გუშტიგებს. გაზიანია. ძალიან გაზიანი, კვერცხიანი. და ძალიან კარგი, მე მომწონს ეგეთები წყალი. ძალიან კარგი. აბა, ვსვათ მეორე ბოთლი გინდა? არა, საკმარისი, იმიტომ რომ ეს როცა წყალის ბევრიც არ უნდა დალიოს. წყალს ვამ დანიშნულების თავიდან მით უმეტეს რა დანიშნულების გარეშე ერთი წამოიღეთ მაცივარში შეგინახავთ გაცივდება კარგად. დღევანდელი ნორმა მივიღეთ. დანარჩენი წასვლისას შეგიძლიათ გამოვლაზე გეცოდინებათ სად არის და გამოვლაზე შეგიძლიათ აიღოთ. მადლობა. არა. აბა წავიდეთ ნუნისში ახლა. წავიდეთ. ეს არის შესასვლელი მოკლედ, თუმცა საბაგირო გზის ალტერნატივა არის საფეხმავლო ბილიკი, რომელიც აი ამ ჭიშკრიდან იწყება, ამ აბრის ქვეშ და ესე ლამპიონებით განათებული ბილიკით, კიბეებით ჩადიხართ და ადიხართ მეორე მხარეს, იმიტომ რომ არის ხოლმე შემთხვევა, რომ საბაგირო არ მუშაობს, შუქი ითიშება. გვიწევს ხოლმე ზოგიერთ დამსვენებელს პირიქით უხარია, როცა ამ ბილიკით ამოდის. ზოგს ეშინია საბაგიროსი და რამდენი ხანი გჭირდება დაახლოებით? 10 წუთი საშუალოდ გააჩნია სიარულს და 10 წუთია საშუალოდ ჩასვლის და ასვლის ხანგრძლივობა. ძალიან კარგი. ანუ ჩვენ აქ ვტოვებთ მანქანას და მივდივართ უკვე გადავდივართ უშუალოდ რეზორტში, კი. კი ბატონო. მივდივართ საბაგირო გზით, რაც ძალიან მიხარია. ეს ჩვენი რეტრო ვაგონი, რომელიც ძველია. პირვანდელი იერსახი აქვს ფაქტიურად შენარჩუნებელი თუ კოსმეტიკურ ძალიან საყვარელია. სულ 150 მეტრიანი მონაკვეთია ეს საბაგირო გზა, რომელიც ესე როგორც ხედავთ, მთიდან მთაზე გადადის.
სწორ გზას გადის ფაქტიურად, არც აღმართი აქვს, არც დაღმართი. ქვემოთ ულამაზესი ხეობა, სადაც მდინარე ნუნის წყალი ჩამოედინება. გიტარა, კარაოკე, ფილმების ჩვენება დიდ ეკრანზე და მოკლედ ყველანი ერთად ვერთობით. არაჩვეულებრივ ბუნებაში. ნუნისი ხარაგაულის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის. ის მდებარეობს მესხეთის ხიდის ჩრდილო კალთაზე, ზღვის დონიდან 920 მეტრზე. სანამ ბაჩო ინფოტურს ჩაგვიტარებს კურორტის ტერიტორიაზე, დავბინავდებით და ჩვენს ოთახსაც გაჩვენებთ. ჩვენ ვიმყოფებით კურორტ ნუნისზე, რომლის აღმოჩენის ლეგენდა უკავშირდება დავით აღმაშენებელს. ამ ლეგენდის თანახმად ერთ-ერთი ბრძოლიდან დაბრუნებული აღმაშენებელი ნუნისში გაჩერდა, თუმცა ამ დროს ნუნის არსებობის შესახებ არავინ იცოდა და ნაიარები ცხენები ბრძოლის შემდეგ წყალში მოისვენეს უბრალოდ და აღმოჩნდა, რომ რამოდენიმე დღის შემდეგ ცხენებს ჭრილობები გაუქრათ, მოურჩათ, და აქედან გავრცელდა ნუნისის წყლის მარგებლობის შესახებ. მოგვიანებით ვახუშტი ბატონიშვილი მოიხსენიებს ისტორიულ წყაროებში ნუნის როგორც მარგებელ წყალს, ესე უწოდებს და უკვე აი მე-19 საუკუნის შემდეგ ცნობადობამ თანდათან მოიმატა. გასული საუკუნის 80-იან წლებში გაჩნდა აქ პირველი ინფრასტრუქტურა, მოგვიანებით საბაგიროს გზა შეემატა, საბაგირო გზა სხვათა შორის ჩვენი ერთ-ერთი სავიზიტო ბარათია, იქიდან გამომდინარე, რომ გამონაბოლქვი მანქანის აქ არ ხვდება საერთოდ, ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტით სარგებლობენ ვიზიტორები, ისევე როგორც ჩვენ. და რაც თავარია წყალი, ამ წყლის მარგებლობის შესახებ უკვე ხმა საქართველოს გარეთაც გავრცელდა. ეს არის წყალი, რომელიც სასარგებლოა კანის და სახსრების დაავადებებისთვის. ზოგადად დაავადებების გარდა წყალი პროფილაქტიკის მიზნით უხდება ნებისმიერ ადამიანს, კანს ახალგაზრდავებს, არბილებს, ახალ სიცოცხლეს ზენს. პლუს ამასთან ერთად მოქმედებს არაჩვეულებრივი ჰაერი, ანუ წყალი პლუს ჰაერის კომბინაცია ერთად იძლევა ამ შედეგებს. ამ ტყეში აღწერილია 200-მდე სახეობის მცენარე, შერეული, წიწოვანი და ფოთლოვანი ტყეა და არაჩვეულებრივი ჰაერი განსაკუთრებით მაისის პერიოდში, როდესაც ნაძვი ყვავილობს, განსაკუთრებით ეფექტურია ამ ჰაერის ზემოქმედება ადამიანებზე. მაგრამ თავარი მაინც წყალია, ჩვენი ვიზიტორების უმრავლესობა ზუსტად აი წყლის გამო მოდის და ამისთვის გვაქვს ჩვენ საპროცედურო, სადაც აბაზანების სახით ხდება ამ წყლით სარგებლობა. დაახლოებით 1 კვირამდე 10-დან 14 აბაზანამდე უკვე მთლიანად აი ცნობილი, ყველაზე ცნობილი კანის დაავადება, რომელიც ფსორიოზი ეგრეთ წოდებული, 10-დან 14 პროცედურამდე იძლევა შედეგს, რომელიც მთელი წლის განმავლობაში გაყვება ადამიანს. ანუ წარმოიდგინეთ, სად იყო ბორჯომი და ლიკანი, როდესაც უკვე იყო ნუნისი. კი. აი სახელწოდებაც აქედან მოდის რა, ამ სოფლის ნუნისი, ნუნებთან და ნაიარევებთან ასოცირებული სახელია, რომელიც დღემდე შემორჩა ამ ადგილს. ძალიან საინტერესო. გავისერინოთ ხომ ტერიტორიაზე? რა თქმა უნდა, დიდი სიამოვნებით გაგიწევთ კითხებას. ჩვენ ვიმყოფებით ულამაზეს ბუნებაში ჩაფლულ სასტუმროში, სამთან ნუნისში, სადაც 20 სტუმრის განთავსება შეგვიძლია. აქ გვაქვს 3 ორ ვიზიტორზე გათვლილი, 1 ლუქს აპარტამენტი, სადაც 4 ადამიანი ეტევა და 2 მანსარდული ტიპის საძინებელი, ჯამში 20 ადამიანზე გათვლილი, რომელიც მოგვიანებით ცოტა 2002 წელს აშენდა და დღემდე იმ იერსახით არის შემორჩენილი. ანუ ეს ადგილი გაქვთ განკუთვნილი კარვებისთვის.
კარგია, რომ ეგ ვარიანტიც აქვს დაუშვათ დამსვენებელს, ვისაც ურჩევნია უფრო ახლოს იყოს კიდევ უფრო ბუნებასთან. გაჩნდა ეს ყველაფერი, რომ აი კარვებით რომ თხოვეს დარჩენა, რაღაცა ადგილი მინდოდა, სადაც შეძლებდა ადამიანი დარჩენას. უფრო უპრიანი იქნებოდა, რომ ყოფილიყო სივრცე, სადაც ადამიანი ცეცხლს დაანთებდა, მაგიდა ექნებოდა დაუშვათ საჭმელისთვის და ექნებოდა ღამით განათება, ელემენტარულად ნათდება ღამით ეს ყველაფერი, ანუ ტყე არის თვითონ ამონათებული ფერადი განათებებით. აუცილებლად ავანთებთ საღამოს და ნახავთ ყველაფერს თქვენი თვალით. როგორი კუნძულია. აი მას დავარქვი საცდელი მეურნეობა, ჩემი ინიციატივა იყო პირადად, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს მცენარეებთან ურთიერთობა და აქ იყო ტყე, რომელიც გავუკაფეთ, დავამუშავეთ მიწა და ინიციატივა გაჩნდა საიდან, რომ ბევრი დამსვენებელი გთხოვს ჩართულობას ამ ყველაფერში, რომ აი თვითონ მიიღოს მონაწილეობა მცენარეების მოვლაში, გასხვლაში იგივე, ვისაც უყვარს ზოგადად დაეხერხება მცენარეებთან ურთიერთობა, აქედან წამოვიდა ეს ინიციატივა და წელს დახვდებათ მოკლედ ეს სივრცე, სადაც იქნება ბოსტნეული პლუს ყვავილები შერეული, იქნება სასურათე სივრცე იმავე დროს და თან რაღაცა სიმბოლურად ბოსტნეულს მოვიყვანთ, რომელიც შეგვიძლია ერთად დავაგემოვნოთ მოსავლის აღებისას უკვე უშუალოდ. ესეთი გვაქვს 4 კოტეჯი, მოკლედ თითოეული 3 საძინებლით, 2 სველი წერტილით, 2-ვე სართულზე, ჯამში 7 ადამიანის განთავსებით. კოტეჯის ფასები საკმაოდ ბიუჯეტურია, 100 ლარიდან იწყება ერთ ადამიანზე საკუთარი აბაზანით, სამჯერადი კვებით. მეორე სართულზე გვაქვს 100 ლარიანი 2 საძინებელი ერთ ადამიანზე, ასევე სამჯერადი კვებით, თუმცა საერთო აბაზანით მეორე სართულზე 2 ოთახს აქვს საერთო აბაზანი. ძალიან კარგი განფასება არის, არ ვიცი. აი ასეთ საკურორტო ზონაში, ასეთ ფასში დამიჯერეთ ვერსად ვერ დაისვენებთ უკეთეს ადგილას. ძალიან მოთხოვნადია, სასტუმრო არ არის ისეთი მოთხოვნადი, როგორც კოტეჯები, იმიტომ რომ უხდება რაღაცნაირად ამ ადგილს და ყველას უყვარს ღია ფანჯარაში ძილი ზაფხულში და. გასაკვირველია, თან ისეთი ჰაერია. ვის უნდა მიმართონ ჯავშნის შემთხვევაში? შეგვიძლია დავუშვათ თქვენი ნომერი? რა თქმა უნდა, თუმცა ყავს ჯავშნების მენეჯერიც, ქალბატონი სალომე, თავის ნომერზე, სადაც ჯავშნების მიღება ხდება, მასპინძლობას რაც შეეხება ადგილზე, უკვე მე შეგიძლიათ გიმასპინძლოთ. ძალიან კარგი. აქ არის საპროცედურო, სადაც დილის და საღამოს აბაზანებია, საუზმის შემდეგ და ვახშმამდე, ყავს ექიმის კაბინეტი, ყავს მასაჟისტი, რომელიც ივლისში ჩამოდის ხოლმე და ივლისში და აგვისტოში მასაჟის სერვისი და ექიმის მომსახურება ემატება ჩვენ სერვისებს. სპეციფიკური სუნია, რომელიც თვითონ წყალსაა. ხო, ესეთი ტიპის აბაზანებია, მოკლედ, რომელიც მუშავდება სპეციალური ხსნარებით ყოველი პროცედურის მიღების შემდეგ და მოემზადოს შემდეგი პაციენტისთვის. ну აი სიძველის სუნს ალბათ გრძნობს და აუ რა კარგია. ესეთია გრილი საკმაოდ. არის ერთი საძინებელი, გვერდით საკუთარი აბაზანით. აი მე რა სისაყვარლია. ძალიან მომწონს. და ზემოთ შეგვიძლია გადავენაცვლოთ, სადაც კი ბატონო. ორი საძინებელი. ჰექტორ, შენ შეძლებ ამას ვას? ჰექტორი ამოდის, ხოლო ვეღარ ჩამოდის. ანუ იქიდან ხელით უნდა ჩამოვაბრძანოთ. ვაიმე, ფრთხილად. წამოდი, აგიყვანო შებოცე შენ. მოვიდა დრო ვესტუმროთ ჩვენს ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ადგილს ამ გადაცემაში, ეს არის ბერების გამოქვაბულები, მაგრამ იქ მისასვლელად გვაქვს 2 ვარიანტი. ერთით შევამოკლოთ და წავიდეთ საბაგირო გზით, გზის მეორე მხარეს და მეორე ფეხით გაიაროს ის რაღაც მონაკვეთი. აბა დავით. გადაწყვეტს? ჯეირანია. ჯეირანი. შეცვალე. ჯეირანი. კარგად ზანდებოდეთ. აი თქვენ ჩანთა შეგხვდებით.
ერთად ვატარებთ მანქანას. ბატონო ჰექტორ, ცხელად? ჰექტორ, მოდი შეიკარგე. ორმაგი ღვედი აქვს ჩემი ხელები. ძალიან არეული სახე მაქვს უკვე. გათიშეთ კამერა. ბევრი ლეგენდა არის ამ ადგილის შესახებ, მაგრამ ნუ არის კიდე მეორე მეცნიერულად, ისტორიულად, ორი მხარე ეჯახება ერთმანეთს, ისტორიკოსების და ეზოთერიკების, ზოგისთვის ერთია საინტერესო, ზოგისთვის მეორე. თუმცა ორივე მხარეს თავის ახსნები აქვს, ეხლა ძალიან ინდივიდუალურია ვინ რომელს დაიჯერებს, მაგრამ ფაქტია, რომ ტურისტებისთვის ერთ-ერთი საყვარელი ადგილია და ჩვენთან მოსული სტუმრები ხშირად მოყავს აქ კვირაში 2 ვიზიტი გვაქვს დაახლოებით აქ გიდი ყავს ადგილობრივი ამოვდივართ და რა ვიცი ზოგი სანთელსანთებს ზოგი თავისებურად ლოცულობს ზოგისთვის უბრალოდ ჰაიკინგი და გართობა ეგეც ინდივიდუალურად ნუ ფაქტია რომ ულამაზეს ბუნებაშია სიწყნარე სიმშვიდე კაროების გაშლა შეიძლება ღამით დარჩენა მოკლედ ეს ადგილი ისტორიულ წყაროებში თითქმის არ გვხვდება. იმიტომ რომ მსგავსი კლდეში გამოკვეთილი საბერეები ძალიან ბევრია საქართველოში და უმეტეს მათგან საერთოდ არაფერი არ ვიცით. ვიცით რომ აი აქაც ეთყობა არის ადგილი სადაც არის დასაძინებელი ადგილი, სამლოცველო ადგილი, ეს არის ჩვეულებრივი განდეგილი ბერის კელია და ასეთი რამოდენიმე იყო აქ როგორც ჩანს, მაგრამ ანუ ლეგენდა რაც შენ ახსენე ჩნდება 80-იან წლების ბოლოს. მართლა ეგრე იყო, მახსოვს ჩემ ბავშვობაში დაახლოებით ჩვენი თაობის ვინც არის, ემახსოვრებათ ძალიან ხშირად იბეჭდებოდა მაშინდელ გაზეთებში სათვალეებიანი და წვერებიანი კაცი გიორგი მაზიაშვილი, რომელმაც 99 წელს შექმნა იბერიონთა კავშირი, გამახსენდა. იბერიონთა კავშირი, კი ზუსტად ასე ერქვა. ასევე ამ კავშირის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური წევრი იყო და დღემდე ამ თეორიას აწვება არის ესეთი შიო ალაზნისპირელი, არაგვისპირელი, არაგვერიოს, რომლის ინტერვიუებსაც YouTube-ზე ნახავთ. კი და აი ისეთი საოცრებებას ყვებიან, ნუ იცით რა არის, არ მინდა რომ ვიღაცა შევეხო, მაგრამ ჩემთვის როგორც ისტორიკოსისთვის საჭიროა რაღაც ხელმოსაჭედი. ის რომ ეს მთა გავს ვეშაპს, რომლის ქვევითაც რაღაც კუს ფორმის რაღაცა, აი 99-90-იან წლებში აქ დაიწყეს თვითონ არქეოლოგიური გათხრები, გაწმინდეს. შემდეგ ესეთი დაიბეჭდა გაზეთი მახსოვს, მე-5 თუ მე-6 კლასში ვიყავ, მამაჩემი მოდის გადარეული სახლში. ყვება რომ აი მე ნახიო ნოეს კიდობანიო საქართველოში არისო. მე ვთქვა რას მე რა უნდა მეთქვა. კიდობნის იდეა საიდან წამოდება? ფორმი, ანუ მთის ფორმიდან გამომდინარე, რომ ნოეს კიდობანი სინამდვილეში კი არისო, მცურა, უბრალოდ აქ შეაფარა ხალხმა თავი თითქოს და ჰერმენტულად იყო ჩაკეტილი და რამაც გადაარჩინა ცხოველები და მცენარეები და ადამიანები წარღვნას. ნუ იცით რა არის? კიდევ ერთხელ თუ დაწერენ ჩვენი მაყურებლები კომენტარებში ამასთან დაკავშირებით იქნება ძალიან კარგი. სიამოვნებით მოვისმენთ ყველა პოზიციას, ყველა აზრს, ჩვენ ვართ მაქსიმალურად ღია, მაგრამ მაშინ მახსოვს რეაქციები. მაშინ ეს 90-იან წლების დასაწყისში ყველაფერი ვაკავშირებდით არ იყო, ანუ ინფორმაციას მოკლებული. თან პლუს აქ 4ჯერ თუ 5ჯერ, აი რაღაც თქვენს რომ ეს მე-13 ოთახიაო, საიდანაცო ამოდისო ეს ყნესის ხმაო, კარიბჭო, ჯოჯოხეთის კარიბჭო, მერე თამარის მიერ გადამალულ განძე იყო საუბარი. ძალიან საინტერესო, მოკლედ მე მიყვარს ესეთი ამბები, მიუხედავად იმისა, რომ პირადად მე არ მჯერა, მაგრამ ყველა აზრს აქვს არსებობის უფლება. მით უმეტეს, როცა ასეთ მისტიურ რაღაცაზე გვაქვს საუბარი და ჩემთვის ნუნისი ყოველთვის ასოცირდებოდა არა მხოლოდ მინერალურ წყლებთან და ზოგადად ჯანსაღ ცხოვრებასთან, სანამ არ გავხდი სტუდენტი,
რაღაცა ჯეროდა მისტიკური რაღაცეების სავარაუდოდ რა და დღესაც არიან ადამიანები, ვისაც მართლა ჯერათ. იზიდავს ეს მისტიკაზე. თან ისიც არის, რომ თითქოს კომპასით, ვთქვათ, მაგნიტური ძლიერი ველია. დღეს მე როგორც ვიცი, ბატონი გიორგი იტალიაში ცხოვრობს, თუ არ ვცდები, ხოლო შიო ალაზნისპირელი, სვარაგვისპირელში მე რევა ხოლმე. დღემდე საქართველოში მოღვაწეობს და აქ ხშირად მოდიან ხოლმე ეზოთერიკები. და რაღაცნაირად ის სამყაროსთან კავშირი, მზესთან, იქ 1000 სასწაული რამე მოვისმინეთ, მაგრამ მე როგორც ისტორიკოსი ვამბობ, რომ ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი სავარაუდო ცაბერეები, რომელსაც არანაირი კავშირი ეზოთერიკასთან, დამალულ ლაზარეს წიგნთან, ან თქვათ იქ მithumetes ჯოჯოხეთის კარიბჭესთან არ აქვს. Ყოველ შემთხვევაში მე დიდი სურვილი მაქვს, რომ რაღაც მსგავსი ვიპოვო, ამიტომ მოდი ვნახოთ და მოვძებნოთ. შეგვიძლია ხო სხვა გამოქვაბულების? შევეცადოთ, მოდი, კი, შევეცადოთ, რომ სხვა გამოქვაბულების დავუთ. მოგეთ, იცით როგორი ამბავია ხალხნო. ღია თემაა სასაუბრო. სასაუბროდ ღია თემაა. მე ნებისმიერ თქვენგანს გიპასუხებთ, არ მჯერა, მაგრამ მოგისმენთ, დამარწმუნეთ, დამაჯერეთ. ძალიან ბევრი მეცნიერი, მე ვიცნობ რამოდენიმე მათგანს პირადად. ჩაითრიეს მეცნიერები. ჩაითრიეს, მაგრამ როცა ისინი ადგილზე მოვიდნენ, გასაგები იყო, რომ აქ სინამდვილეში გარდა, ვთქვათ, აი რაღაც ადამიანის მიერ შეთხზილი ან მოფიქრებული ან დაჯერებული ამბისა რეალურად ხელმოსაჭიდი არაფერი არ არის და ჩაეხსნენ მალევე. მაგრამ ამავე დროს საინტერესო არის ის, რომ მოკლედ წიგნები დაიბეჭდა, ვიდეოებია გადაღებული. მოკლედ გინ დაიჯერეთ, გინ და არა, მაინც ნებისმიერი ამბავი ქმნის ადგილს საინტერესოს და ამიტომ ეცდებით ახლა ამ ჯაჭვების დახმარებით ავიდეთ ზევით. ეს არის ყველაზე დიდი გამოქვაბული, რაც აქ გვაქვს. ეტყობათ კიდეც, რომ საბერების დასარჩენი იყო, პატარა თაროებია, სადაც ხატი იდო, რამენი სხვა ნივთი იდო, აქ მოსასვენებელი ადგილი და ქვევით, აი ცოტა გვერდზე გვაქვს, სადაც წყალს აგუბებდნენ, წვიმის წყალს. და ეს აღწერაშიც გვხვდება ამ მღვიმეების აღწერაში. მაგრამ რაც ძალიან საოცარია, რომ აი რომ სადღაც ხმა ვიბრირებს 20 ჯერ მაინც ალბათ ისმის კიდეც. და ალბათ მოკლედ ეს ქმნის კიდევ ერთხელ აი ამ ადგილის მისტიურობას. უფლისიხეში არის ერთი ესეთი დარბაზი, მაღალტახტიანი დარბაზი, სადაც სპეციალურად ისეთი ექოა, ისეთი ინჟინერიით გაკეთებულია ეს ექო, რომ ადამიანის რო გესაუბრება იქიდან, ანუ ქურუმი. იმას ისეთი ხმა და ენერგია აქვს უკვე რომ შენ უკვე მოხიბლული ხარ. კი, ანუ ზემოქმედების ქვეშ ხდები ჩაულებრივად, რა თქმა უნდა. მოკლედ, კაი, საინტერესო ამბავია, საინტერესო ადგილია. და რავი, ფრიად მოხიბლული ვარ, მთელი ბავშვობა რომ მესმოდა რაღაც ადგილი და აგერ ამოვედით, აი ახლა პირველად ნახე ეს ყველაფერი. ჩავიდეთ, დავტყვეთ ბუნებით და წავიდეთ დაბრუნდეთ ნუნისში. ნუნისი სრულიად მოწყვეტილია ცივილიზაციას, ხმაურიან გზებს და ხალხმრავალ ადგილებს. სიმწვენეში ჩაფრული სასტუმრო გაძლევთ საშუალებას სრულად გათავისუფლდეთ ყოველდღიური მძიმე ფიქრებისგან და დატკბეთ ყოველი აქ გატარებული წუთით. როცა ყველა იძინებს, ველური ტყე ცოცხლდება და ჩიტები კიდევ უფრო მრავალფეროვნად ჭიკჭიკებენ. ნამდვილი ამაზონის ტყის ხმებია. როგორ გეძინა ალექსანდრე? ფანტასტიურად, აი როგორც კი დავდე ბალიშზე თავი, აი გავიგვიდე დილის ალბათ 7:30-ზე და ეს თითები ჭიკჭიკით და გამოვედი ჩავისუნთქე. ხო, აი ეს ხმები, ტყის ხმები არის კიდევ ცალკე, არ ვიცი, სამყაროა.
საოცარია. მოგეთ ნუნისი არის ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელი ადგილი კურორტებში ხო ერთ-ერთი ყველაზე ძველია საქართველოში. გზა რაღაცები გამოსწორდება. ხო, არა, ანუ ხაშურიდან მოვლითი გზით ალბათ ძალიან ჩვეულებრივად მოვა ადამიანი დაბალი გამავლობის მანქანითაც იმოძრავებს თუ რა საკვირველია ისეთი წვიმები არ არის რომ იქ უზარმაზარი გუბე დადგეს გზაზე და ასე შემდეგ. ანუ მოსვლადია უპრობლემოდ. ძალიან გემრიელი ადგილია, ძალიან კარგი მასპინძელი გყავდა, რისთვისაც დიდი მადლობა პირადად მას და მთელ გუნდს, რომელიც აქ დაგვხვდა და რა ვიცი, აი მართლა ხელით ეპოტინებიან ყველაფერს და რა ვიცი, ეს არ არის რომ რაღაცა თქვა. ბაჩო და სალომე საოცარი ხალხია. ძალიან დიდი მადლობა ნუნის, ძალიან დიდი მადლობა თქვენ და თქვენ აუცილებლად უნდა ჩამოხვიდეთ, მით უმეტეს ნოემბერში გზა დამთავრდება და მე აქ მოსვლა გახდება გაცილებით მარტივი და იოლი. ნამდვილად. ეს დღეები, როდესაც ვაზიარებით ჩემს პირად გვერდზე სურათებს და ვიდეოებს, ხალხი იყო გაოგნებული, რომ ჩვენ ის ინფორმაციაც არ გქონდა, რომ მანდ განვითარებული ინფრასტრუქტურა არისო. ამიტომ არ შეშინდეთ, ჩამოდით, დაისვენებთ ფიზიკურად, გონებრივად, სულიერად, ყველანაირად. ალბათ ჰექტორით დაგხვდებათ. მოკლედ ჩვენ კი ვაგრძელებთ ჩვენს მოგზაურობას და გადაცემა ჯეირანს. და ასევე კომენტარებში მოგწერეთ ის საოცარი და უცნობი, ნაკლებად ცნობილი ადგილები, სადაც შეიძლება ჩვენ ჩამოვიდეთ და ეს ადგილი გავხოდოთ უფრო ცნობადი. კარგად. ამჯერად ჯეირანი ევროპის ერთ-ერთ ჯუჯა სახელმწიფოში მიემგზავრება. წინ გელოდებათ ლუქსემბურგის საოცარი ადგილები და საინტერესო ფაქტები.